გამარჯობა, წინა კვირას საშინელი მანიკური გამიკეთე. დიანა, რა პრობლემაა? არც ერთი არ მომძრალა, როგორც ხედავ, ანუ პრობლემა არ არის. ხო, მაგრამ სუპერ წებოთი მიაწებე. მე რა, ვინმე მგითხრა, რომ ფრჩხილები არ წებდება სუპერ წებოთი? აბა, ნატურალურზე მოგძრებოდა. ხო, მომძრა კიდეც და სუპერ წებოთი მივიმაგრე. ანუ ისე გამიკეთე, რომ აღარ მომძრეს და გადახდეს არ ვაპირებ. Яна, ეს რა არის? საშინლად გამიკეთე. ამას შეხედე. მე ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი მანიკურია. თუ შენ სუპერ წებოთი გაქვს მიწებებული, საქმეც ეგ არის, მომძრა და მივიკარი და საშინლად უსიამოვნოა, ისე გამიკეთე, რომ აღარ მომძრეს და უფასოდ. ლეილა, გვეხუმრებიან უკმაყოფილო კლიენტები. გოგოებო, მეც მაქვს პრობლემა. წინაზე ისეთი ნიღაბი გამიკეთეთ, რომ მთელი სახე მუწუკებით მქონდა დაფარული. და სად არის შენი მუწუკები? ტონალურით დავიფარე. მომისმენთ, იანა და ლეილა, ასეთი ჭკვიანები ნუ ხართ, უბრალოდ გამოასწორეთ თქვენი. ხო, და ისე ვირთხებო, სპეციალურად გააკეთეთ, რომ ხალხს დაეცინათ ჩვენთვის. იცით რა, მომეცით წიგნი. კარგი, არ არის საჭირო ცუდი რევიუს დაწერა. ხო, ყველაფერს გავაკეთებთ, უბრალოდ კარგად უნდა გთხოვოთ და ყვინილ კი არ უნდა შემოვარდეთ. გააკეთე, იანა. კარგი, და მე ისეთი ნიღაბი უნდა მომცეთ, რომ გამიქრეს ყველაფერი, თორემ არ გაპატიებთ. კარგი, გოგოებო, მაშინ კომპენსაციისთვის აი ამას გაჩუქებთ. ხო, ნახეთ, ძალიან მაგარია. რა კომპენსაციისთვის? თქვენთვის დაიტოვეთ ეგენი, უბრალოდ სამსახური გააკეთეთ კარგად. ხო, იანა და ლეილა, თორემ მთლიან სახლს ვეტყვით, რომ საშინლად აკეთებთ ყველაფერს და თქვენთან აღარავინ მოვა. ხო, და მე ფოტოები მაქვს სახეზე რომ გამონაყარი მაქვს და ყველას ვაჩვენებიცოდეთ. ანუ უყვირით რა? ყველაფერს გამოვასწორებთ. წარმოდგენაც არ გაქვთ რისი გაკეთება დაგჭირდა რომ აქ მოვსულიყავით. ხო, რაღაც მოვიგონეთ, თვითონ გავუჩინარდით. ხო, და ახლა მთელი სახლი ჩვენ გვეძებს. რა, მოიგონეთ რომ მოგიტაცეს? ყურადღებად მოგაკლდათ? არა, გვინდოდა რომ ჩვენი მანიკური გაგესწორებინათ, ჯერ ვერ მიხვდით? დღეს ყველა სახლში უნდა ყოფილიყო, არ გვეშვებდნენ, ამიტომაც ასე მოვიქეცით, სხვა გზა არ გქონდა. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა, ამიტომ იანა და ლეილა ჩქარა უნდა გააკეთოთ, რომ ძებნა არ დაგვიწყონ. გამარჯობა, თუ ჩვენს ოთახში შემოხვედით და ნახეთ რომ არ ვართ, მოგვიტაცეს. დიანა, კნოპა, მაია და ბაჭია. დიანას საყვარელი სათამაშო, მაგრამ არ ინერვიულოთ. აუცილებლად რამეს მოვიფიქრებთ და დაუბრუნდებით. თქვენი ბანი. კალათბურთელებო! ტრენერები რა მოხდა? ბიჭებო, ასე მალე როგორ მოხვედით ლურჯ სახლში რატომ არ ხართ? უბრალოდ ვიგრძეინთ, რომ აქ უნდა ყოფილიყავით და ახლოს ვიყავით. ბიჭებო, ცუდი ამბავი, ბანი მოიტაცეს, აი აქ არის წერილი. მოიტაცეს? როგორ? არ ვიცი, ფანჯრიდან, კარიდან, აი აქ არის წერილი, ბანი და დიანას საყვარელი სათამაშო ბაჭია. მოიტაცეს და დრო ქონდათ, რომ წერილი დაეტოვებინათ? ხო, აბა რას ფიქრობ? გოგოები ალბათ ძალიან ნერვიულობდნენ და უნდათ რომ რამე წერილი დაეტოვებინათ. არა, უბრალოდ ცოტა უცნაური მოტაცებაა. მაგრამ შეიძლება მოტაცება განსხვავებული იყოს, მისტიური. შოკში ვარ, ბანი გაიტაცეს, პოლიციელი ჯორჯი რას უყურებდა? არ ვიცი, ალბათ უბრალოდ სარკეში იყურება. ეგ აუცილებლად გასაგდებია. ხო, ვერაფერში ვიყენებთ და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი პრინცესები ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ვისი პრინცესები? ჩვენი, დიანა. ხო, კარგი, დიმონ, მე მოგხედავ. ახლა ჩვენი ბაჭია გოგოები უნდა ვიპოვოთ. აბა ტრენერები, საიდან დავიწყოთ? პირველ რიგში ყველა უნდა შევკრიბოთ და სასწრაფო სიტუაცია გამოვაცხადოთ. ეგ ჯერ და მეორე, ბანის ფოტოები უნდა გამოვაკრათ. ეგ პრობლემა არ იქნება, ძალიან ბევრი დიანას ფოტო მაქვს. რა? არაფერი. კარგი, ახლა არ ვიჩხუბოთ, გოგოები მოიტაცეს. კარგი, წადით ამობეჭდეთ დიანას ფოტოები და მე ჯორჯთან წავალ. მე კიდე მთელ სახლში გამოვაცხადებ, რომ ბაჭიების მოძებნა იწყება. და ვინც ბაჭიების მოძებნაში დაგვეხმარება, პირადად ჩემგან დაჯილდოვდება. ვახ, სმაილ, ახლა სწრაფახობ. მორჩა ბიჭებო, რატომ ვაპარაკობთ? წავედით. კარგი, წამო. ერთ ისტორიას მოგიყვებით, როდესაც კრიმინალს მივსდევდი შავ პარასკევს. მიდი, შენი ისტორიები ყოველთვის საინტერესოა. კიდევ გავაკეთებ ჩაის მერე. მოკლედ, შავ პარასკევს ერთ ძალიან დიდ სუპერმარკეტს ვიცავდი, რა დროსაც ერთმა ადამიანმა დიდი ტელევიზორი მოიპარა და მასთან ერთად დაიწყო სირბილი, მაგრამ მე ეგრევე გავაკიდე. ჯორჯ, შეწყვდე რაღაც ისტორიების გამოგონება, თავი მართლა გმირი გამოგყავს. მაიკ რაუქნა, მაგარი პოლიციელი ვარ, ამას ყველა მეუბნება, დედა ჩემი, მამა ჩემი, ბებია ჩემი, ამიტომ უნდა მომისმინოთ. კი, ჯორჯ, გისმენთ? ხო, მეც გისმენ. მოკლედ, 20 ბლოგი მივსდევდი, მაგრამ მე ხიდთან მივიდა და უკვე ვიცოდი, რომ ჩემგან ვეღარ გაიქცეოდა. ჯორჯ, მაიკ, ნორმალურები ხართ აქ რომ სვავთ ჩაის? აქ გატაცება მოხდა. მე ხიდიდან გადავხდი ტელევიზორისთვის. მოიცა ები რა მოხდა? ბანი გაიტაცეს და დიანას სათამაშოც. ჯორჯ, რას აკეთებ? კარგი, მეგობრებო, დაწყნარდით, ალბათ უბრალოდ დასვენება გადაწყვეტეს. ხო, ბაჭიები არიან. აი, ის გაჩუნდი, ბანი ასეთი არ არის, დაწერეს რომ მოიტაცეს და რადგან ასე დაწერეს, ესე იგი ასეც მოხდა. ბაჭიები სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ.
ები, მათი ოთახი მაჩვენე, გამოძიებას ჩავატარებ. მათი ოთახი მეორე სართულზეა, შეგიძლია წახვიდე და ნახო, მხოლოდ წერილი დატოვეს. ები, სად მიდიხარ? უნდა გამოვაცხადოთ ბანის გაუჩინარება მთელ სახლში. ჯორჯი, იქნებ კიდევ ერთი არა, მოგუყვარ. ახლა გამოძიება უნდა დავიწყო, გატაცებულებზე. აი, ძალიან სასაცილოა, მაგარი ისტორიები აქვს. ხო, მაგრამ მგონია რომ გვატყუებს. აი, ეს პოლიციელია. არ ვიცი, უბრალოდ მგონია რომ კრიმინალი არ დაუჭერია. დიანა, დაგვიბრუნდი. ისე ყველა გოგოა დაკარგული, მარტო შენი დიანა არა. ვიცი, მაგრამ მე დიანა მატარდებს. ჩემი შეყვარებულია. ხო, დიანა მეც მატარდებს. ვაუ, უკვე მართლა მაგიშებ. სმაილ, ახლა კონფლიქტის დრო არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ გოგოები ერთად ვიპოვოთ. გროპა, სად ხართ? გოგოებო, გითხარით, სად ხართ? გამარჯობა, კალათბურთელებო. ზუგ, ზაგ, ბაჭიები ხო არ გინახავთ? არ გვინახავს. ხო და შეგიძლიათ წახვიდეთ, სადაც მიდიოდით, თუ არ გინახავთ. ეს პოსტერები რას ნიშნავს? რა მოხდა? ბაჭიები მოიტაცეს. ვაჰ, რასიზმ ხდება ხოლმე. აბა კარგად ბიჭებო. ბიჭებო! აი ბიჭები ეხუტებიან თავიანთ გოგოებს. აბა ჩვენ ბაჭიებს ურასდროს ჩავიხუტებით. საერთოდ თუ ვნახეთ. კარგი, მოდი ჯერ ცუდ რაღაცებზე არ ვიფიქროთ, უბრალოდ პოსტერები დავკიდოთ. ჩემი გული მეუბნება, რომ დიანას ვიპოვით და ამას მე გავაკეთებ. ვაჰ, ტიმო, შენ ჯილდოს ვერ მიიღებ, ხო იცი? იქნებ ჩახუტებები გეყოთ, ჩემი ჯორჯი არ გინახავთ? შენი როდიდან გახდა? გუშინ წინ ერთად რომ ვიყავით, აი მას შემდეგ და ყველაფერი სერიოზულადაა ჩვენ შორის. ბაჭიები დაიკარგნენ. ჩვენ არავინ არ გვინახავს, არ ჯორჯი. გოგოებო, კარგი, სასეირნოდ წავიდეთ. საღამოს დავბრუნდებით. შეგიძლიათ საერთოდ არ დაბრუნდეთ. ახ, ჟენია, წამოდი ჯორჯი ვიპოვოთ. ხო, წამოვიპოვოთ. რა? ბანი გაიტაცეს? ვაიმე, ეს ნამდვილად ახალი ამბავია. არ მომწონს არც ერთი, მაგრამ მაინც შემეცოდა. ვა. გოგოებო, არა უშავს, რადგან წამოვედით სახლიდან, ეს დღე კარგად გავატარავთ. გამარჯობა, კარინა. რა უცნაურია, გატაცებულები ამ მაღაზიაში არიან. გოგოებო? კარინა, ვიცით ვინც ვართ, მაგრამ ძველი კოლექცია რატომ გაქვს მაღაზიაში? ახალი როდის უნდა იყოს? ხო, მაგალითად გვინდოდა რომ მოსულიყავით და ტანსაცმელები გვეყიდა. ხო, გაგვეხალისებინა საკუთარი თავი, მაგრამ როგორც ყოველთვის ახალი არაფერია. მალე აღარ მოვალთ ამ მაღაზიაში. გოგოებო, ტანსაცმლის არჩევა კი არა, უნდა დაბრუნდეთ ქალაქგარეთ სახლში. არ იცით რომ გატაცებულები გონი ხართ? ვაიმე, ჩვენი წერილი წაიკითხეს. ახლა რა უნდა ვქნათ? არაფერი, დავწერთ რომ გაგვიტაცეს, მაგრამ დაუბრუნდებოდით. გოგოებო, ბოდიში, მაგრამ უნდა დავრეკო ქალაქგარეთ სახლში და ვუთხრა რომ არ ხართ გატაცებულები და აქ ხართ. ამიტომ აქ მაღაზიაში დარჩით იცოდეთ. აბა ეცადე კარინა. ჩვენთან ერთად შენს გაგიტაცებენ იცოდე. შენს დაგიწყებენ მოძებნას. ხო, და მე არ იცი რა დაგემართებათ? კარინა, ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხო, ნუ ერევი ჩვენ საქმეში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველაფერს. იცით რა გოგოებო, მოშორდით ჩემი მაღაზიიდან, არ მინდა თქვენს რაღაც საქმეებში გახლართვა. კარგი, წავალთ, ისედაც ვერაფერი ვიპოვეთ შენს მაღაზიაში. ძველი ტანსაცმელი გაქვს. ჩვენ ახალი რაღაცეები გვაინტერესებს. კარგად იყავი, კარინა. ჯანდაბანო არ გაუტაციათ, უბრალოდ საშოპინგოდ წამოვიდნენ. აბა გოგოებო, გვინდა რომ ფეშენ შოუ მოვაწყოთ ქალაქგარეთ სახლში და მე გასწავლეთ როგორ უნდა გაიაროთ პოდიუმზე. გაინტერესებთ? ჯული, შენ რა უნდა გვასწავლო, მოდელი არ ხარ? აუ, არ მაინტერესებს, მე მინდა ფეშენ შოუზე გამოსვლა. გოგოებო, ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, კარი თქვენს უკან არის, შეგიძლიათ გახვიდეთ. ვისაც დარჩენა გინდა ჩემომხედეთ და გაიმეორეთ. ისე გამოიყურება როგორც ძროხა ყინულზე, არა როგორც გოჭი როლიკებში. მოიცა, მანდ ვინიც იცის, ახლა თავში მოგხვდებათ. ახლა მე გაჩვენებთ როგორ უნდა გაიაროთ. თავარი ტრაბახა მოვიდა, გოგოებო, მოდით ვუჩვენოთ. მოდით. გოგოებო, გიყურებდით და მართლა ძალიან სასაცილოა. ხო, ძალიან კრინჯობაა, მოდელობა შენი არ არის. რა? კოსტია, ყველაზე კარგი ვიყავი, პეპელაც კი ვაჩვენე. დიმა მითხარ რომ საუკეთესო ვიყავ, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი ასფეხას გავდა ხალიჩაზე. სიმართლეს გეუბნებით, მოდელობა თქვენგან ძალიან შორსაა. ისე აქ ახალი ამბავის სათქმელად მოვედით, ბაჭიები დაიკარგნენ და მთელი სახლი ეცებს. ჩვენ რა შუაში ვართ? მე რა თუ ბანი გაქრა, ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება რომ პოპულარულები გავხდეთ. გოგოებო, არ მოусმინოთ ამ ჰეითერებს კოსტას და დიმას. ხო, წამოვიაროთ. როგორი სირცხულია. წამოდი მაწავიდეთ, არ მინდა ზალინას გამოსვლა ვნახო. მე უკვე დავინახე ლორენის. ლორენ, ჯობია ისევ ფეხბურთელი გახდე. ჩვენ ვართ უშიშარი ბანი. მაგრად ვართ. ჩვენ ვართ უშიშარი ბანი. მაგრად ვართ.
ჩვენ ვართ უშიშარი ბანი. მაგრად ვართ. ჩვენ ვართ უშიშარი ბანი. მაგრად ვართ. ჯანდაბა გოგოებო, აქ პოსტერია, მაგრამ მხოლოდ ჩემი სახით. დიანა მგონი უბრალოდ შენ გეძებენ და ჩვენ საერთოდ არ ვადარდებთ. ჯანდაბა გოგოებო, უკვე პანიკაში ვარ, გვეძებენ. რა უნდა ვქნათ? მაია, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ვართ ბანი, ყველაფერი კარგად იქნება. თან დავწერეთ, რომ მოგვიტაცეს, მაგრამ დავბრუნდებოდით, ხო? ახლა შევალთ და ყველა იტყვის, იეი, ბანი დაბრუნდა, დამთავრდა. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ბანი ვართ, მაგრად ვართ. ჩვენ ბანი ვართ, მაგრად ვართ. აბა ჯორჯ, რამე მტკიცებულება იპოვე გოგოების ოთახში, უკვე 1 საათია მან ხარ. ჯორჯ, შენ გითხარი რომ კარგი პოლიციელი ხარ. რამე სამხილი იპოვე? კი, სახეჭირეზინის ქაღალდები ვიპოვე და მას საერთოდ გძელით მას. სავარაუდოდ ეს სახეჭირეზინა დიანას ეკუთვნოდა. და მორჩა, გამტაცებლების დნმ ხომ არ გიპოვია, რამე ქენი? რა უქნა, მეტი სამხილი არ დაუტოვებიათ. გეუბნებით, ალბათ უბრალოდ სადმე წავიდნენ. მასკოტ, რამე იცი, ნერვიულობ უკვე. არა ტრენერები, მე არაფერი არ ვიცი. ნეტა სად არის ახლა ჩემი საყვარელი მაია. კარგი მეგობრებო, სამთხე გვაქვს. თუ გოგოები სამთხეში არ გამოჩნდებიან, მაშინ უფრო სერიოზული ძალა უნდა დავიხმაროთ. მაიკ, რა 3 დღე გაგიჟდი? არ მეცოდინება გოგოები სად არიან? ჩემი გოგოები 3 დღის განმავლობაში? ისე ბიჭები რო სხვა სახში ვცხოვრობთ, არ ვიცით გოგოები სად არიან და მათზე ყოველთვის ნერვიულობ. გამარჯობა ჯორჯ, ყველგან გეძებ. ტერიტორიაზე ვიყავით, შეიძლება დაგელაპარაკოთ? ბაყაყებო, აქ არავის ჭირდებით, რა დალაპარაკება, ტრაგედია, ბანი გაიტაცეს. რამე იცით? არ ვიცი თქვენი ბანი სად არის და არც მაინტერესებს. ჯორჯ, ჩემი დამტენი მოიპარეს, იქნებ დამეხმარო როგორმე. ბლონდი, რამე უკეთესი ვერ მოიფიქრე? ქერა, ახლა რა დროს დამტენია, გოგოები არიან დაკარგულები. ხო და შენ დამტენზე გვესაუბრები. ზოგჯერ მნიშვნელოვანია დამტენი, ტელეფონი დამიჯდა, ვიღაცამ მომპარა დამტენი. მეგობრებო, უკვე ხამდება, რამე ახალი ხوار გაგიათ. ამბები, მე მეგონა თქვენ მეტყოდით რამე ახალს. ჩვენ პოსტერები დავკვიდეთ, მთელი სახლის გარშემო, მთელ ტერიტორიაზე და საერთოდ ყველას ვკითხეთ. და არავინ არ იცის სად არიან. დიანა, როგორ უნდა გიპოვო? ვახ, ბავშვო, მართლა ძალიან გამოღიზიანებელი ხარ. კარგი, 1 საათის განმავლობაში თუ არანაირი ახალი ამბავი არ გქონდა, ყველა ავდგებით ერთად წავალთ და ვიპოვით. ვახ, ნუ თუ ეს მართლა ხდება, სულ შეყვარებული ვიპოვე და მოიტაცეს. როგორ ისევ დიანია. გოგოებო, ხედავთ, ჩვენს ოთახში შემოვედით, ისე რომ არავის დაუნახივართ. ხო, მაგრამ მალე ვახშამია და გვეშინია ჩასვლა და მე ძალიან მშია. გოგოებო, ეს რისთვის ვიყიდეთ? მოკლედ, იდეა მაქვს. ამაღამ დავიძინებთ, ხვალ გავიღვიძებთ და ისე მოვიქცევთ, ვითომ არაფერიც არ მომხდარა და თუ ვინმე რამე კითხვას დასვავს, სვეტყვით, რომ დაესიზმრათ ეს ყველაფერი. მორჩა. დიანა, ისეთი გენიოსი ხარ, თან მაგის ჭამას ისე აპირებ, რომ რძე არ დაასხა? ხო, ისე მშრალია და უგემური. ხმაია, რა პრობლემებს ეძებ? გოგოებო, თუ არ გინდათ, მაშინ მარტო შევჭამ. არა, ჩვენ შევჭამთ. გოგოებო, კალთბურთელები ალბათ გაგიჟდნენ ჩვენი ამბავი რომ გაიგეს და ალბათ ახლა სხედან და ტირიან. ან ბედნიერები არიან. ჩემი მასკოტი ბედნიერი არ იქნება, ძალიან სენსიტიურია. არა უშავს ვეტყვი რომ რაღაც სხვა რომ მემჭირდებოდა, სხვა ნიღაბი. კარგი გოგოებო, არ ინერვიულოთ, მაგრამ ფრჩხილები გავიკეთეთ. თან უფასოდ. ხო, კნოპა, მაგრამ კიდევ რომელიმე ფრჩხილი თუ მომძრობა, ლეილა და იანა ჩემ სალონში აღარ იმუშავებენ. უფრო პროფესიონალებს დავიქირავებ, სხვებს. ხო. და დიანა, ისინი შენ სალონში მუშაობენ, ფულს ვუხდით და აქეთ ცუდად გვიკეთებენ. ხო, იმიტომ რომ ვეზიზღებით. ხო, სპეციალურად აკეთებენ ყველაფერს. ბავშვებო, დღეს არავინ არ დაიძინებს, ცუდი რაღაც შეგვემთხვა. ზოგმა იცით, ზოგმა არა, მაგრამ ბანი გაუჩინარდა. მოკლედ, ყველანი უნდა დავუშავოთ და ისე უნდა მოვუძებნოთ. ვინც მაიას იპოვის, ჩემო აღშამოს მიიღებს. მე კოსტასთან ერთად წავალ, მანქანით. ხო, ასე უფრო მალე ვიპოვით. ვახ, რა სიძახით, ბაბურთელებო. იქნება ამ დროს არ არის საჭირო თქვენი მანქანით ტრაბახი. კარგი, ჩვენც მანქანით წავალთ. ერთი მანქანა ხო არის ავტოსადგომზე. გოგოებს თუ ვიპოვით, მე მადლობას გადავუხდით. კარგი, ოღონდ მე გავატარებ. არა, შანსი არა, დიანა ვისე შეყვარებულია, ჩემი, ამიტომ მანქანასაც მე გავატარებ. არ მესმის, ამის დროა ახლა. ყველა უნდა ავდგეთ, გავიყოთ და მოვძებნოთ. გამარჯობა, აქ რა შეხვედრა გაქვთ? არ მესმის, რა შეხვედრებს აწყობთ ადმინისტრატორების გარეშე? იანა და ლეილა, მგონი არ იცით, ბანის გოგოები გაუჩინარდნენ, ახლა ყველა უნდა ავდგეთ და წავიდეთ მოვძებნოთ. სერიოზულად მწვრთნელოები გაუჩინარდნენ? ნეტავი სისულელე ვინ გითხრათ? ჩვენ წერილი ვიპოვეთ გოგოების ოთახში, ეწერა რომ გაიტაცეს, მაგრამ გამტაცებლების სამხილი არ არსებობს და ამიტომ გოგოები
იცით, ცოტა უცნაურია ეს გატაცებულები დღეს ჩვენთან იყვნენ მანიკურზე. ხო, თავიდან გავუკეთეთ ფრჩხილები. რა? არა, იტყუებიან, უბრალოდ არ უნდათ რომ ბაჭიები ვიპოვოთ. არა, არ ვიტყუებით. ყველას მოგესალმებით. აბა, ბანი იპოვეთ? არა, არ გვიპოვია. იანა და ლეილა გვატყუებენ რომ მანიკურზე იყვნენო. გოგოებო, არ გცხონიათ? მეც ნახე დღეს ჩემს მაღაზიაში იყვნენ და ახალ კოლექციაზე იკითხეს. რა? ხო, აი აქ შეიკრიბეთ იმისთვის რომ ბანი მოძებნოთ, არ და ბანის თავის ოთახში ალბათ ახლა ზინავს. ხო, მათი მანქანა ქვევით არის. მართლა? კარგი გასაგებია, ბანი მოგვატყუა. აქ დამელოდეთ. აი მე ხო გეუბნებოდით გოგოები უბრალოდ სადღაც წავიდნენ თქო. გამტაცებლების არანაირი სამხილი არ იყო. კარგი მეგობრებო, ახლა თუ ბაჭიები ოთახში არიან და მოგვატყუეს, მაშინ ყველა ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება, ხო, გვანერვიულეს. გოგოებო, ხედავთ, არავინ არ მოსულა ჩვენს ოთახში. ალბათ გაგვიმართლა. ხო, ალბათ აქ უკვე მოგძებნეს და მაგიტომ. კარგი არა უშავს დაბრუნდებიან, მთავარია ახლა აქ ვართ. არა, მთავარია რომ ის სუპერწება მოვიშორეთ ფრჩხილებიდან. ხო, ჩვენ ბანი ვართ, მაგრამ ჩვენი ფრჩხილები საშინელება იყო. გოგოებო, ჩემი სახე კონსილერის გარეშე არ გინახავთ. მაია, ბალიშზე ვნახეთ შენი კონსილერი. და სხვათა შორის ახლა ჯობია დავიძინოთ. ხვალ დიდი დღე გვაქვს და სერიოზული საუბარი გველოდება. აბა მოტაცებულებო, ვისაუბროთ? გამარჯობა მწვრთნელოები, შეიძლება ხვალ ვისაუბროთ? ახლა ძალიან გვეძინება, ძალიან დაკავებული დღე გქონდა. მომისმინეთ ბანი საერთოდ არ არის სასაცილო. წერილი დატოვეთ რომ მოგიტაცეს, მაგრამ სიამდვილეში მანიკურზე და საშოპინგოდ იყავით, მაგარია. გვეგონა რომ გაგვიგებდით. წერილი დატოვეთ და როგორ მოგვიტაცებდნენ? გოგოებო, მე მოვიფიქროთ თქვენთვის და სასჯელი თუ თქვენ გააკეთებთ, მწვრთნელოები უკვე დავისაჯეთ. დღეს არ გვევახშმია. გოგოებო, ეს დასჯა არ არის. ხვალ დილით ადრე ადგებით და ყველას მოუმზადებთ საუზმეს, გასაგებია? და ლანჩს და ვახშამს და შემდეგ ყველაფერს გარეცხავთ. არ შეგვიძლია ფრჩხილები გავიკეთეთ ახლა ხანს. კარგი, დავთანხმდეთ, სხვა დროსაც გავიკეთებთ. გოგოებო, ახლა გიყვირებდით, მაგრამ ენერგია აღარ შემომრჩა. იმიტომ რომ მთელი დღეა თქვენზე ვნერვიულობ, უსირცხვილოებო. აუ, გოგოებო, ცუდად გრძნობ თავს ახლა მწვრთნელების გამო. სხვა გზა არ გქონდა, არ გაგვიშვებდა მანიკურზე. არც გვიკითხია, გოგოებო. კარგი არა უშავს, რთული დღე იყო, მოდით დავიძინოთ და ხვალ გადავწყვეტოთ ყველაფერი. ბავშვებო, თქვენ როგორც იცით, დღეს კარგი რაღაც არ მომხდარა. ამ სახლიდან წავედით და ყველა ჩვენზე ნერვიულობდა. ახლა ცოტა რცხვენია. მაგრამ კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. გოგოებო, დაიძინეთ. ჩემი პატარა ბანიც სად არის? ვაი, მე დავწერე რომ შენს გაუჩინარდი. ხო, მაგრამ ახლა შენთან ერთადაა. კარგი. დავიძინოთ ძილინებისა.